დაიბარებენ თუ არა დედაქალაქის მერს პროკურატურაში. თბილისის მერიის მისამართით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი და მთავარი პროკურორი ურთიერთგამომრიცხავ ბრალდებებს ასახელებენ, რომელიც ერთმანეთს დროის მონაკვეთებშიც კი არ ემთხვევა. ფინანსური სამსახური 2009 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებაზე საუბრობს და ამბობს, რომ თბილსერვის ჯგუფმა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური შექმნა, სადაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები დაასაქმა. მთავარი პროკურორი კი 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებას იხსენებს და აცხადებს, რომ ელექტროენერგიის გადასახადზე დასუფთავების ტარიფის მიღებული თანხა გარკვეული ადამიანების ანაზღაურებას ხმარდებოდა. ამ ურთიერთგამომრიცხავი ფაქტების გამო გიგი უგულავა პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს და მთავარ პროკურორს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. თბილისის მერი ამბობს, რომ კბილაშვილი საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებს და მისი განცხადება მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მომხრეების დაშინებასა და შანტაჟზეა გათვლილი. და ელისო ჯარიაშვილი განავრცობს ახლა თემას მოამბის პირდაპირ ეთერში. ცოტა ხნის წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა მოწმეების დაკითხვის ოქმები, მათ შორის არის ლაშა კერვალიძის დაკითხვის ოქმით. ლაშა კერვალიძე არის თეატრალური კვარტეტის ერთ-ერთი წევრი და ამ ოქმში ის ადასტურებს, რომ 2010-2012 წლებში მართლაც იყო გაფორმებული თბილსერვის ჯგუფში სპეცალპინის დამგველად, თუმცა ადასტურებს იმასაც, რომ მსგავსი საქმიანობა არასდროს განუხორციელებია. გამოძიების ინფორმაციით უკვე დაკითხულია ამ საქმეზე 200 მოწმე. აინტერესებს მან იცოდა ის, რომ აქ დასაქმებას ფიქტიური ხასიათი ჰქონდა, გულისხმობ დასუფთავების კუთხით. იცოდა თუ არა ის, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები იყვნენ დასაქმებული. მთავარი პროკურორის ამ კითხვების ადრესატი დედაქალაქის მერია. გიგი უგულავას სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დაკითხავენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5.245.000 ლარის გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარეობს. საქმე 2009 წლის 31 დეკემბერს და თბილსერვის ჯგუფში ნაციონალური მოძრაობის 764 აქტივისტის დასაქმებას ეხება. გამოძიებით ამ დროისთვის დადგენილია, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს შპს თბილსერვის ჯგუფის იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, სადაც 2 წლის განმავლობაში ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი. სხვა არგუმენტი აქვს მთავარ პროკურორს. საკრებულოს 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება, რომელიც ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის მიბმას ეხება. მთავარი პროკურორი ამბობს, რომ გაზრდილი დასუფთავების გადასახადის ნაწილი თბილსერვის ჯგუფში დასაქმებულ პარტიულ აქტივისტებს ხმარდებოდა. 2011 წლის 1 ივლისიდან თბილისში ამოქმედდა წესი, როდესაც დასუფთავების გადასახადს მოქალაქე იხდის იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის ელექტროენერგია მოიხმარა. და ზუსტად ამ დროიდან ეს თბილსერვის ჯგუფი თვით დაფინანსებაზე გადავიდა და მნიშვნელოვანი ნაწილი ამ გზით შესული თანხისა ხმარდებოდა აი ამ პარტიული აქტივისტების ხელფასის გადახდას. რატომ არ ემთხვევა მთავარი პროკურორის მიერ დასახელებული არგუმენტი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ბრალდებას? ეს მთავარი კითხვაა, რომელიც მერიაში იმის თქმის საფუძველს აძლევთ, რომ გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია და ფაქტების გაყალბება ხდება. მთავარი პროკურორი ავლენს ზერელე ცოდნას თავისივე უწყების მიერ წარმოებული გამოძიების შესახებ. ის ასევე სრულიად შეგნებულად ახდენს ფაქტების გაყალბებას, როცა ამბობს, რომ არსებული გამოძიება ემთხვევა დასუფთავების ტარიფის ამოქმედებას. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ბრიფინგიდან ჩანს, რომ პრეტენზია ვრცელდება 2009 წლის 31 დეკემბრის საქმესთან დაკავშირებით და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ თანხვედრა ამ ორ ერთმანეთისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელ მოვლენას შორის არ არსებობს. ვინაიდან თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით დასუფთავების ახალი ტარიფი 2011 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. ხსენებული ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კბილაშვილმა ივანიშვილის დავალებით გამოძიება პოლიტიკურად მიუღებელ პირებთან ბრძოლის მახინჯ-ინსტრუმენტად აქცია. საგამოძიებო ორგანოს მხრიდან გაკეთებული განცხადების მხოლოდ პოლიტიკურ შინაარსზე მიუთითებს ასევე მათი მხრიდან საზოგადოებისთვის შეგნებულად ტყუილის მიწოდება, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით შპს თბილსერვის ჯგუფის საშტატო ნუსხა დაამტკიცა ქალაქ თბილისის მერმა, რასაც ხაზს უსვამთ, რომ არის ტყუილი. საშტატო ნუსხის დამტკიცებაზე თანხმობის მიცემა წარმოადგენს ქალაქ თბილისის მთავრობის კოლეგიური ორგანოს უფლებამოსილებას. თბილსერვის ჯგუფის საქმეზე უკვე დაიკითხა თეატრალური კვარტეტის 4 მომღერალი. გამოძიების თქმით ისინი 2 წლის განმავლობაში ალპინის დამგველებად იყვნენ გაფორმებული. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, რომ კვარტეტს რეკომენდაცია კომპანიაში თავად გაუწია და მომღერლები კონკრეტულ აქციებში იყვნენ ჩართული.
ფორმალურად გაფორმებული იყვნენ თეატრალური კვარტეტის ბიჭები, რომლებიც ასრულებდნენ ვითომდაც სპეც და ალპინის დამგველების საქმიანობას. ხსენებული პირები აღნიშნულ საწარმოში გაფორმებული იყვნენ 2010 წლის იანვრიდან 2012 წლის ნოემბრამდე პერიოდში. რა პერიოდშიც მათ აღნიშნული საქმიანობისათვის ხელფასის სახით დაერიცხათ 70,000 ლარი. მაშინ სწორედ ის პერიოდი იყო, როდესაც აქტიურად უნდა გაგვეწია ამ სამსახურისათვის პროპაგანდა, თითოეული თბილისელამდე უნდა დასულიყო ამ სამსახურის ფუნქციები და მიზნები. მაშინ გახსოვთ იყო პერიოდი, როდესაც იხურებოდა ბუნკერები, ეწყობოდა 1000 დასუფთავების აქცია, რომ ნებისმიერი თბილისელი ჩართულიყო და სწორედ ამ აქციებში და ანალოგიური ტიპის აქციებში თეატრალური კვარტეტის ბიჭები იღებდნენ მონაწილეობას. ამისათვის ისინი იყვნენ გაფორმებულები ამ სამსახურში, იღებდნენ ანაზღაურებას. დედაქალაქის მერი კითხვებზე პასუხის გასაცემად მზადა. გიგი უგულავა აცხადებს, რომ დაპირებების შესრულების ნაცვლად ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტების დევნის პროცესი დაიწყო. თუ აქამდე გვედავებოდნენ ფულის მოტაცებას, ამ გამოძიებით ჩვენ გვედავებიან ფულის დარიგებას. კერძოდ იმას, რომ დაგვისაქმებია 700 ადამიანი და გადაგვიხდია მათთვის ხელფასი. და რომ ამ ადამიანების ერთადერთი დანაშაული თურმე გამოძიების მიხედვით არის ნაციონალური მოძრაობის წევრობა. მინდა მივმართო გამოძიებას დაინტერესდეს რა ნიშნით არის დანიშნული და ამას მე მეორეჯერ ვიმეორებ კოკა გუნცაძე და მრავალი ასეთი ადამიანი, მათ შორის მოჭიდავე ელდარ კურდანიძე, პოლიციის აკადემიის პრორექტორად, რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. ზუსტად იგივე ლოგიკით გამოძიებამ ანალოგიური ბრალდება, როგორც იმ 700 ქალბატონს წაუყენა დღეს, უნდა წაუყენოს სწორედ მათ. ვინაიდან მათი ხელფასი აღემატება 10-ჯერ და 100-ჯერ ამ ადამიანების ხელფასებს. ნაცვლად იმისა, რომ გაეზარდა პენსიები, მოეწესრიგებინა სოციალური საკითხები, გაეუმჯობესებინა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. ყოველდღიურად ჩვენ ხედავთ პოლიტიკური ოპონენტების დევნას. აი აგერ ვაძლევთ ჩვენებას. დიახ, ეს ხალხი მუშაობდა, მათ კონკრეტული ფუნქცია ჰქონდათ, იმიტომ რომ ამ პერიოდში ხდებოდა ძალიან მტკივნეული პროცესი ქალაქში, ეს იყო ბუნკერების გაუქმება. ამ საკითხს ჭირდებოდა კომუნიკაცია, ამ საკითხს ჭირდებოდა უამრავი ადამიანი, რომელიც დადიოდა და კარდაკარ უხსნიდა ამ საჭიროებას. თბილისის ყავს თავხედი მერი საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება თბილისის თავმჯდომარე დედაქალაქის მერს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ გაფლანგვაში ადანაშაულებს. მე შეკითხვას უსვამ თბილისის მერს, რაში ჭირდება საზოგადოების და ურთიერთობის სამსახურს 700 თანამშრომელი. მათ უხდის მაღალ ხელფასებს და უხდიდა ეს თბილისელების ხარჯზე. ასურად იმისა, რომ ჩვენი კოლეგები დაკავებული იყვნენ სხვადასხვა ინიციატივებით, რომელიც ჩვენს ქალაქს და თბილისელებს გამოადგება, დაკავებულები არიან სხვადასხვა საგამოძიებო უწყების ფორმალური რაღაც ესეთი სტილით, კასპს ყავს პატარა პრემიერ-მინისტრი და ჩვენ საკრებულოში ყოლე პატარა პროკურორი. პირდაპირ შემიძლია თქვა ეს ამ კუთხით. მეც ვერაფერს ვერ დავარქმევ. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოში ემსახურება თბილისის და თბილისელების სიკეთეს, კეთილდღეობას. ტარიელ ხიზანეიშვილი თბილისის მერის მოადგილე და დასუფთავების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი საგამოძიებო უწყებაში რამდენჯერმე უკვე იმყოფებოდა. შესწავლა მიმდინარეობს თბილსერვის ჯგუფში. ფინანსური პოლიციის თანამშრომლები ბოლო პერიოდში დოკუმენტაციას სწავლობდნენ მერიის თითქმის ყველა საქალაქო სამსახურში. რიყის ტერიტორიის გასხვისებისა და ბანკი ქართუს გაკოტრებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებში დაბარებული იყვნენ მერიის მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები. დედაქალაქის მთავრობაში ყველა ამ შემთხვევას, ისევე როგორც გიგი უგულავას შესაძლო დაკითხვას, პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებენ. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კანონის და სამართლის წინაშე ყველა თანასწორია, მათ შორის დედაქალაქის მერიც. საპარლამენტო უმცირესობისთვის კი გაუგებარია ის ბრალდებები, რომელზეც გამოძიება საუბრობს. საუბარი იმაზე, რომ ადამიანები მუშაობდნენ, ხელფასს იღებდნენ და ეს დასაქმება და ხელფასის გადახდა ხალხისთვის არის დანაშაული, ვფიქრობ ამავე ლოგიკით მაშინ უნდა გასამართლეს ყველა მინისტრი და ზოგადად სახელმწიფო ბიუროკრატიის ყველა წარმომადგენელი იმისთვის, რომ ხალხი მუშაობს სამინისტროებში და ამ მუშაობაში იღებს ხელფასს. ამიტომ აბსოლუტურად გაუგებარი ბრალდებაა და ამ შემთხვევაში ჩვენ როგორც საპარლამენტო ოპოზიცია მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ბოლომდე მივყვეთ ამ საქმეს, რომ არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი არც ჩვენთვის და რაც თავარია არც საზოგადოებისთვის. აბსოლუტურად ყველა არის თანასწორი კანონის წინაშე. მათ შორის ბატონი უგულავა, რომელიც
მეტისმეტად და უცნაურად ხმამაღალ ტონში აკეთებს ბოლო დროს განცხადებებს, რაც მგონია რომ შეგნებულად კეთდება იმისთვის რომ მე წინასწარ შეიქმნას ვთქვათ ალიბები რომ მისი ხმამაღალი განცხადებების გამო კეთდებოდა განცხადებების შემდეგ მოხდა მისი ვთქვათ ან დაბარება პროკურატურაში დაკითხვა და არ ვიცი შემდეგ როგორ გაგრძელდება მოვლენები ეს პროკურატურის საქმეა. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეიძლება დაიბარონ დაკითხვაზე მოწმის სტატუსით დედაქალაქის მერის საგამოძიებო უწყებაში. დიდი მადლობა ელისო ჯარიაშვილი საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში. საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას და ქვეყნის პრემიერს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით